მოგესალმებით. თქოდეს მე გიფიქრიათ თუ ნიშნავს get, რატომ გვხვდება ამდენ წინააღმდეგობაში? ეს ერთადერთი ვიდეო, რომელსაც მინდა უყურო. და ამის შემდეგ შეკითხვები აღარ გაგიჩნდებათ. ახლა მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და დავიწყოთ. პირველ რიგში განვიხილოთ get როგორც სრულმნიშვნელობიანი ზმნა. რას ნიშნავს სრულმმნიშვნელობიანი ზმნა? get არის ზმნა, ჩვეულებრივი ზმნა, ისე როგორც სმა, ჭამა, დალევა და ასე შემდეგ. იწარმოება სხვადასხვა პირებსა და რიცხვში, ანუ იუღლება და პირველი მისი მნიშვნელობა არის ყიდვა ან რაღაცის მიღება. მაგალითად, I got a new phone yesterday. გუშინ ახალი ტელეფონი ვიყიდე. ან she gets a lot of emails every day. ის ყოველდღე ბევრი email-ს იღებს. ესე იგი, get როგორც სრულმნიშვნელობიანი ზმნა იცვლის ფორმას. ფორმის შეცვლა რას ნიშნავს? She gets. ანუ ხოლობით რიცხვში, მესამე პირთან, აწმყო განუსაზღვრო დროში, ესი დაემატა ზმნას. She gets. Get-ი არის ასევე არაწესიერი ზმნა და მეორე ფორმა მისი არის got. სწორედ ამიტომ გქონდა I got a new phone. მქონდა got და არა get. შემიძლია თუ არა ვაწარმო get-ი სხვადასხვა დროში. რა თქმა უნდა შემიძლია. მაგალითად, ტელეფონის ყიდვის რიგში ვდგავარ და ამ დროს მირეკავს დედაჩემი. და მეუბნები, oh, I'm getting a new phone right now. ტელეფონს ვყიდულობ აი ახლა ამ წუთში. შეგვიძლია რა თქმა უნდა გამოვიყენოთ get-ი სხვადასხვა ზმნების კონსტრუქციებთან. ჩვენ ესეთი კონსტრუქცია უკვე ვისწავლეთ, ეს არის used to. შემიძლია თქვა I used to get a new phone every year. მე ადრე ყოველ წელიწადს ახალ ტელეფონს ვყიდულობდი ხოლმე. ახლა აღარ ვყიდულობ, აი ადრე ვყიდულობდი ხოლმე. ანუ I used to get საწყის ფორმაში შევერთდა used to-ს. ესე იგი, get როგორც სრულმნიშვნელობიანი ზმნა, ჩვეულებრივად იწარმოება მისი უმთავრესი და ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი მნიშვნელობები არის მიღება ან ყიდვა. თუმცა ამან არ დაგვაბნიოს, იმიტომ რომ get ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელობაც აქვს და ჩვენ ამ ყველაფერს ვიდეოს განმავლობაში განვიხილავთ. რაც შეეხება get-ის წარმოება, აქ პატარა ნიუანსი მინდა რომ ხაზი გავუსვა. Get არის არაწესიერი ზმნა, ეს უკვე ვახსენეთ. მისი მეორე ფორმა არის got. თუმცა მესამე ფორმა განსხვავდება ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურში. ბრიტანულ ინგლისურში ეს არის got, ანუ მაქვს get, got და ამერიკულ ინგლისურში ეს არის gotten, ანუ მაქვს get, got, gotten. იმის მიხედვით თუ რომელი გამოსვლისთვის ემზადებით, იმის მიხედვით თუ რომელი ინგლისური გინდათ, ამერიკული თუ ბრიტანული, შეგიძლიათ რომ აირჩიოთ ერთ-ერთი და გამოიყენოთ. გადავიდეთ ახლა get-ის სხვადასხვა მნიშვნელობაზე. Get-ის გავრცელებული მნიშვნელობებია გახდომა და ხშირად გამოიყენება ხოლმე become plus ეს შეგრძნება, მაგალითად tired დაღლილია ვიცით, she is getting tired, ის იღლება. ან თქვათ angry, გაბრაზებული, get angry ნიშნავს გაბრაზებას. ნიშნავს რომ ვიღაცა ბრაზდება. მაგალითად he got angry იქნებოდა ის გაბრაზდა. და აღარ ვიტყოდი, აი ვთქვათ he became angry. ამას ვიტყოდი he got angry, ანუ გაბრაზდა, გახდა გაბრაზებული, ასე ვთქვათ. Get ასევე შეიძლება ნიშნავდეს სახლში მისვლა, ან სადმე მისვლას. ფრაზად შეიძლება შევხვდეს get home. მაგალითად I get home at 7 every day. მე სახლში ვბრუნდები 7 საათზე ყოველდღე. თუ მინდა თქვა გუშინ დავბრუნდი, რა თქმა უნდა ვიტყოდი I got home. სახლში დავბრუნდი, ანუ გუშინ. Get ასევე ნიშნავს გაგებას. მაგალითად I didn't get what you said. I didn't get what you said. ვერ გავიგე რა თქვი. ან ვთქვათ, ვიღაცამ რაღაცა თქვა და გავიგე, მინდა ეს გამოვხატო. არ ვიტყვი I understand, არ არის ეს ბუნებრივი ვიტყოდი, oh I got it. გავიგე, მივხვდი. Got ასე გამოიყენება ფრაზაში got the flu, რაც ნიშნავს გრიპის შეხვედრას. I got the flu last week. წინა კვირაში გრიპი შემხვდა. და უკვე გადავიდეთ მესამე ნაწილზე, სადაც ვილაპარაკებთ get-ზე, როგორც კონკრეტული ფრაზების ნაწილზე. მაგალითად get better, რაც ნიშნავს გაუმჯობესებას, გამოჯანმრთელებას. მაგალითად she is getting better and better. ის უფრო და უფრო უკეთ ხდება. Get a job ნიშნავს სამსახურის შოვნას. ეს იქნებოდა მაგალითად როგორც წინააღმდეგებაშია he got a new job. მან ახალი სამსახური იშოვა. I need to get ready for the party. ჭირდება რომ გავემზადო წვეულებისთვის. Get along ნიშნავს კარგად შეწყობა. Get along with უკვე ნიშნავს კარგად ეწყობოდე ვიღაცას. ანუ თუ ამბობ ვის ვეწყობი კარგად,
Get along-ს მოყვება ხოლმე with. მაგალითად, I get along with my coworkers. მე კარგად ვეწყობი ჩემს თანამშრომლებს. ვისწავლოთ 4 ფრაზა, რომელიც ტრანსპორტში ჩაჯდომასა და ტრანსპორტიდან გადმოსვლას გულისხმობს. ესენი არის get in, get on, get off და get out of. ეხლა რას ნიშნავს? Get in ნიშნავს ჩაჯდე მანქანაში, მაგალითად get in the taxi, ჩაჯდე ტაქსიში. Get on არის ჩაჯდე მატარებელში, თვითმფრინავში ან ავტობუსში. მაგალითად I want to get on the bus. მინდა რომ ჩავჯდე ავტობუსში. ძალიან უცნაურია, მაგრამ მანქანასთან ესე იგი მაქვს get in, სხვა ტრანსპორტთან, ავტობუსთან, მატარებელთან და თვითმფრინავთან მაგალითად მაქვს get on. შესაბამისად განსხვავებულია ამ ტრანსპორტებიდან გადმოსვლაც. მაგალითად, თუ მინდა ტაქსიდან გადმოსვლა, ვიტყოდი get out of the taxi. თუ მინდა მატარებელიდან თვითმფრინავიდან ან ავტობუსიდან ჩამოსვლა, ვიტყოდი get off the bus, get off the train, get off the plane და ასე შემდეგ. არის კიდევ ერთი გამოყენება get-ის, რომელიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გამოიყენება ბრიტანულ ინგლისურში და ნიშნავს ქონას ან ყოლას. ვიმეორებ ხაზგასმით, რომ have got არის იგივე რაც have, ანუ მნიშვნელობით არის იგივე, თუმცა ეს არის ბრიტანული ინგლისური. ანუ ამერიკული ინგლისურია I have a cat, მე მყავს კატა. ბრიტანული ინგლისური არის I've got a cat, მე მყავს კატა. მნიშვნელობაში არაფერი არ იცვლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ თქვენ თუ სწავლობთ ბრიტანულ ინგლისურს, have got გამოიყენეთ ქონა ყოლისთვის, უფრო ბუნებრივად გაიჟღერებთ ესე. და თუ სწავლობთ ამერიკულს, ისწავლეთ have. თუ გინდათ რომ ორივე იცოდეთ, რა თქმა უნდა, ამისი სრული უფლება გაქვთ. მე ამას სრული ვიდეო მაქვს ჩაწერილი, აუცილებლად დავლინკავ ამას ამ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ რომ კიდევ ერთხელ გადახედოთ დაწვრილებით, რომელი როგორ გამოიყენება. შეადაროთ ერთმანეთს have-სა და have got შორის განსხვავება, ამაზე მე დღეს აღარ ვილაპარაკებ. ფრაზები, რომელიც მე დღეს ვახსენე, ამით არ ამოიწურება, get-ის მნიშვნელობები, get-ს ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართედ გამოყენებადი და გამოყენებული ზმნა არის ინგლისურ ენაში. თუმცა იმედი მაქვს რომ სტრუქტურა შევქმნით, იმედი მაქვს მივხვდით როგორ ვაწარმოებთ სხვადასხვა დროში, იმედი მაქვს ფრაზებთანაც დავაკავშირეთ და ამის შემდეგ როდესაც შეგხვდებათ ფრაზები, უკვე გეცოდინებათ რა სიტუაციაში ვიყენებ, ან რატომ ვიყენებ, იქნებაც ვიყენებ. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ დააკომენტაროთ ესეთი სიტყვები და ფრაზები, რომელიც მე არ მიხსენებია get-ის შემცველობით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. შევხვდებით მომდევნო ორშაბათს, უკვე გრამატიკით და ძალიან საინტერესო გრამატიკით, ეს არის პირობითი წინააღმდეგები, conditionals. ასე რომ გელოდებით და შევხვდებით შემდეგ ორშაბათს.